ვარ თამარ ვარშანიძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და კითხვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. 9 წლის რო გავხდი, შევედი ხატვის წრეზე. ხატვაზე გვასწავლიან ბევრ რამეს, ჩრდილებს, კონტურებს, ფერების შერჩევას და ასე შემდეგ. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს და ნიღბებს. მიყვარს ადამიანების ხასიათების ნახატებში გამოყვანა. ჩემი საყვარელი ფერი არის თეთრი, არ მიყვარს მწვანე. ჭაობისფერია და ნახატებს არ ვხტება. ვაგროვებ ნახატებს და სახლში მაქვს 30 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ მოვაწყო გამოფენა. ეს გამოფენა მინდა მოეწყოს ბულვარში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი ნახავს და ყველას მოეწონება. ამ გამოფენაზე დავპატიჟებდი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს. საპატიო სტუმრად მოვიწვევდი ჩემს დამრიგებელ დარინა ლორთქიფანიძეს. ისე მიყვარს ჩემი ნახატები, რომ არაფრით არ გავყიდი და რაც არ უნდა გადამიხადონ, მაინც არ გავყიდი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედას და არ მენანება. სხვათა შორის საჩუქრები მეც ძალიან მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უფრო მეტად გამიხადა შარშა რომ მაჩუქა ახალ წელზე თოვლის ბაბუამ წიგნი. ამ წიგნს ქვია ვირტუალური შობა. ეს წიგნი არის ახალ წელზე, სადაც თოვლის ბაბუა და ბავშვები ერთად არიგებდნენ საჩუქრებს. ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. კითხვა შემაყვარა ერთმა წიგნმა. ეს წიგნი წავიკითხე წელს და ქვია ბულერბიელი ბავშვები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სამშობლოზე. ეს იქნებოდა ჩემი დანახული საქართველოს ისტორია. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე წითელაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი ქეთი კირიშვილი. ყველაზე მშვიდია ბარბარე შათირიშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია მილენა. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, მეგობრული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია დარინა ლორთქიფანიძე. იმიტომ რომ თბილია, კეთილი და მხიარული. ახლა მე-5 კლასში გადავედი, აღარ მეყოლება და არ ვიცი რა მეშველება. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე გულის ექიმი. ბაბუას რამ ცოცხალი იყო, დავპირდი და მინდა ჩემი ნათქვამი შევასრულო. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაპუნცელი. გრძელი თმა მქონდა, ცხელოდა, მომიარა და შევიჭერი. მაგ დამთავრდა რაპუნცელობაზე ჩემი ოცნება. ახლა მინდა რომ ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 2 და. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი და არის 8 წლის და ქვია თათია. ის არის ლამაზი, პრანჭია და მხიარული. ჩემი აზრით თათია რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მეორე და არის 3 წლის და ქვია თეა. თეა არის პრანჭია, ცელქი და საყვარელი. ის ალბათ გამოვა ტანსაცმლის დიზაინერი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და ჩემი სურვილების შემსრულებელი. ახლა არის გემზე, ძალიან მიყვარს და მენატრება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, კარგი დიასახლისი და მზრუნველი. სხვათა შორის მე შემიძლია სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მეზარება. სამაგიეროდ ვათუხებ ძალიან გემრიელ ყავას. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ძალიან მიხდება. ადრე ვცეკვავდი ჯერ ხორუმში, მერე გორდაში. ცეკვიდან იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება თამაში. საყვარელი თამაშია მგელობანა. ჩემი ნება რო იყოს, ავგრძელავდი მთვარეულობანას. ანუ თვალები უნდა დახუჭო და ტრიალდე და ბავშვები დაიმალებიან და თვალები დახუჭული უნდა მოძებნო. მართალია ცეკვიდან გამოვედი, მაგრამ რაღაცების სწავლა მაინც მოვასწარი. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ჩაკორები. ჟედოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. თამარი რომ არ მერქვას, რა მერქმევოდა. მე თამარი და მარქვა მომიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ თამარი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმევოდა ანასტასია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კარგი გიტარა. ეჭვი მაქვს რომ დაბადების დღეზე მაჩუქებენ და კარგად ვისწავლე დაკვრას. ბედნიერება არის ხატვა, სწავლა, მამიკოს მალე ჩამოსვლა და მთელი ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.